თეირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს, რომ ირანში ჯარების გაგზავნა ვაშინგტონს ჭაობში ჩაითრევს. Sky News-თან საუბარში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საიდ ხათიბზადემ განაცხადა, რომ ამაზე საუბარიც კი ძალიან არასწორი, უგუნური და უკანონოა. იმის თქმაც კი, რომ უცხო ქვეყანამ შეიძლება სამხედროები შეიყვანოს სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, სხვა ქვეყანაში შეიჭრას, სხვა ქვეყნის მიწა დაიკავოს, სრულიად არასწორი, უგუნური, უკანონო და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო ქმედებაა. ამერიკელებს ამისთვის არანაირი მანდატი არ აქვთ. ისინი ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ძალაუფლებით არიან მთვრალი და გონიათ, რომ შეუძლიათ რაც უნდათ ის მოიმოქმედონ. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, თეირანი ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს არ განიხილავს და სრულად თავდაცვაზეა ორიენტირებული. ახლა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაზე ვართ კონცენტრირებული. ნებისმიერი რამ, რასაც ამ გმირული თავდაცვისგან ყურადღებას გადაგვატანინებს, ამ ეტაპზე არ განიხილება. ვინც ეს აგრესია დაიწყო, ვინც ეს ომი აირჩია, ვინც ირანში შეიჭრა, მათვე უნდა გადაწყვიტონ ამ უკანონო დაუფიქრებელი მავნექმედების შეწყვეტა. საიდ ხათიბზადეს კითხეს ირანის ახალი უზენაესი ლიდერის მუჯთაბა ხამენეის შესახებაც, რომელიც თანამდებობის დაკავების შემდეგ საჯაროდ არ გამოჩენილა და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც მედიაში აქტიურად განიხილება. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, ახალი უზენაესი ლიდერი ჯანმრთელადაა პროცესებს მართავს და საკუთარ მოვალეობებს ასრულებს. რაც შეეხება გზავნილს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპისადმი, ირანელი დიპლომატი ვაშინგტონს მოუწოდებს, როცა საქმე ირანს ეხება საკუთარ გადაწყვეტილებებზე უკეთ დაფიქრდეს. არ უნდა მოусმინონ მათ, ვინც ირანს არ იცნობს და აწლეულებია ცდილობს ირანის წინააღმდეგ ომის მოგებას ამერიკელი გადასახადების გადამხდელებისა და ჯარისკაცების ხარჯზე. ნეთანიაჰუს და ისრაელის რეჟიმს საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და ეს საკუთარი ინტერესებისთვის ამ ომის მოგებაა ყველა დანარჩენის ხარჯზე.